ოკეი, მანქანა ჩაქრა. რატო ჩაქრა არ ვიცი. და რეაქცია აღარაა. ასაკის რეაქცია აღარაა. შეიძლება არ სიტენებოდა აკუმულატორი, რა ვიცი. დიახ, სტარტის რეაქცია არ აქვს. სავარაუდოდ აკუმულატორი არის. Hello, სასტავ, როგორ ახართ? დაგეგმდათ უწერო სლენდერა. ამჯერად მეორე არხზე. ძალიან საინტერესო ვიდეო გელოდებათ წინ, ალბათ ნახეთ უკვე სახელიდან, რა თქმა უნდა. უიაფესად გავჩითე მანქანა, კერძოდ Mitsubishi Lancer 99-იანი, რომელსაც აქვს გადაცემატო კოლოფის პრობლემა, მაგრამ შესაბამისი ფასია და ფიქრობ, რომ რაღაც პოტენციალი არის მანქანაში. იმედი არ ავწდები, თუ არ ავწდები ეს ვიდეო გამოვა, თუ უწდები კიდე საერთოდ არ გამოვა ეს ვიდეო. თუ გამოვიდა კიდე რაღაცა ესე კი გამოვა. ასე რომ ჩაუჯექით, ძალიან საინტერესო ვიდეო გელოდებათ წინ, მანქანების მოყვარულებო. Lancer-ის ეკუზავ ყოველთვის მიყვარდა. კაი ვიძია მანქანა, სპოილერი რომ დაამატო უკან, ეგრევე ებოხდება. ასე რომ გამაზვად არ ღირს. თან საუბარია სულ რაღაც 1600 ლარზე. იმედი მაქვს, რომ საქართველოში იშოვება მაგის გადაცემათა კოლოფები, ან ხელოსნები იმედი არსებობენ, რომლებიც გააკეთებენ. თუ მაგის კოლოფი გააკეთდა და ძრავი მოძრაობსო ჩაურბერთ მანქანა თან გაზზე არის, შეიძლება გაზის ჩახსნათ, ნახოთ, არ ვიცი. კაი საპროექტო მანქანა იქნება, ან კარგი გადასაყიდი მანქანა იქნება, ეგეთი გეგმა მაქვს, რომ მოდი გავარკვიოთ, შეიძლება თუ არა საქართველოში ეგეთ რაღაცას გაკეთება, რომ მანქანები გადაყიდო. რატომაც არა. სავარაუდოდ ეს ბევრს უცდია უკვე, მაგრამ მე ჩემზე მაინტერესებს, უნდა გამოვცადო. მანამდე ვერ დავისვენებ, ასე რომ ყოველთვის მიყვარდა მანქანები და ყოველთვის მაწუხებდა ეგ თემა, რომ საქართველოში შეიძლება თუ არა მსგავსი რაღაცას გაჩალიჩება, ასე ვთქვათ. ასე რომ let's go. მანქანა წნეთშია, დარეკილია პატრონთან და რა თქმა უნდა არ უნდა დაგვაუწყდეს ამ ვიდეოს წარმდგენი ვინ არის. ჩვენი უერთგულესი და უჯგრესი კომპანია Elite Mobi, რომელიც არის ამერიკული ტელეფონების მაღაზია, უმაღლესი ხარისხის ტელეფონები აქვს, მე ვიყენებ მაგათ ტელეფონებს უკვე წლებია და, ლინკი აღწერაში იქნება, შეგიძლიათ გადახედოთ მათ პროდუქციას და დიდი მადლობა მათ, რომ გვისპონსორებენ ამ ეპიზოდს, ასე ვთქვათ. ასე თუ რომელიმე სახელოსნოს ან კომპანიას მოუნდა ჩვენი დაფინანსება, თუ კარგი ვიდეოები გამოგვივიდა, არ შევჩერდებით და ბევრ საინტერესო მანქანას ნახავთ ამ არხზე. ყოველთვის მინდოდა ამის გაკეთება, ასე ვთქვათ. ასე რომ let's go. ჯერ მარტო ვარ, ყველა მეუნება რომ გიჟი ვარ, მეუნებიან რომ ვერ ახარ შენ მოტორზე, კი გეთანხმებით გიჟი ვარ, ვერ ვარ შენ მოტორზე, მაგრამ მთელი ცხოვრება მაგას მეუნებიან და შევეჩვიე. ასე დაამგვარად ფიქრობ, რომ სტად ღირს, რომ მე არ ვინანო, რატო არ ვცადე ეს, რომ ხო რა. ასე ვიზოთ. ეგ არის წნეთში ვართ. ველოდებით ახლა მე პატრონეს, დამახვედროს ვიღაცა თვითონ ვერ გამოდის. შევხედავთ მანქანას და გადავწყვეტთ, აბა. ძალიან მაინტერესებს, ძალიან ნერვიულობს ასტავ. ასე რაღაც არ გამიკეთებია. პირველად ვშები. რა სწორებს, კაი შეგრძნებებია. და სხვა შორის წნეთშიც პირველად ვარ, ანუ არ დამჭირებია აქ ამოსვლა აქამდე. მაგარი ხედი იშლება ეგ გზაში რომ მოდიხარ. ნახოთ. ჩვენი მხეცი ხოთზეა. მივყვებით X-Trails გამომყევიო მითხრეს. ძალიან საინტერესოა, ნახოთ აბა. ჟანგიანი მანქანა რო იქნება ვიცი, მაგრამ რამდენად ჟანგიანი იქნება ეგაა საინტერესო. ანუ იმაზე კარგი აღმოჩნდა, რასაც ვფიქრობდი სასტავ, ანუ აი ესეთ მდგომარეობაში და თბილისშიც მანქანები იშვიათად რო დადიოდეს რა, ძრავი ესეთ მდგომარეობაში ქონდეს ამწლოვანებას. კუზოვსაც ხედავთ, არის სრულიად უჟანგავი, მე რასაც უყურებ, მაგ პატარა ზედაპირულად რაც აქ ეს არაფერი არა, ეს გამოსულებადია, შესხმადია და ასე შემდეგ. რადიატორს ეტყობა, რომ ცოტა წყალი შეხებია, მაგრამ არაფერი ისეთი. წყლის სისტემა როგორია? ნორმალური ხო? არ ხურდება არაფერი ისეთი. ეს ვიდაჩკი გიყენია, რა ქვია ბენზინი ეს? გაზის არის ხო, გაზის პრინციპის გაზის აპარატურაა. მოკლედ, აქაც მაყურებელი ვიპოვე, ანუ ვერ დავრჩი ისე რომ სადმე არ მიცნონ, ასე ვთქვათ. ძალიან კარგი ბიჭები არიან. საღოლ ესე რომ შეინახეთ ეს მანქანა მართლა და ფასიც ძალიან მისაღები არის, მე ვფიქრობ, ახლა სალონი უნდა განახოთ ერთ მაინცა. ანუ გარედან ესე გამოიყურება, ზედაპირულად რაღაც აქ აი კი გვაქვს დივანსები, მაგრამ მაინც დაია და ეს სალონი. ანუ აკაი მდგომარეობაში ვარ, ერთ პატარა ქიმწმენდა და ხოძე იქნება. ტექტათვარიელება გავლილი აქვს, ხო? სიო, მშვენიერი. წინა მარჯვენა საბურავი და იმას წევს ავად ზემოთ და ეგა. რა მგონი გარისკვა დღის. ეს რაღაც custom რაღაცა არის, ხო? აკუმულატორი იფარება, ესე რო არ გაიყინოს. კაია, ძალიან კაია, მომწონს. სათშორის ეს მანქანების გაყიდვაშია. ვინმეს თუ გაინტერესებთ, აგერ მშვენიერი თემაა. ძალიან დიდი პოტენციალს ხედავ მე ამ მანქანაში, ნახოთ, შეიძლება შევიძინოთ. გავიგონოთ აბა ამის ჭიხვინი. თუ არ დაიქოქება და შევაერთებთ, რა ვიცი, პრობლემა არ არის. აბა ვნახოთ.
მოკიდანა შეხვიდა, იმიტომ რომ გვერდზე გოლფი გვიშლის ხელს. მოგეთ, ყველაფერი ისე როგორც მე მიყვარს. აბა, ეხლა რომ დაიქოქოს, ერთი თვეა დგას. მკვდარია ხო? ზოგადად მკვდარია, კაი. პერემჭკები არის, აი მას მოვაყენებ მანქანა. ო, ეგ არის. სიგნალიზაცია გვაქვს. ძალიან კაი. მიდი პატარა. უნდა. ოპა, სიცოცხლის ნიშნები არის. სხვა თუ შორის შევამოწო ზეთის მდგომარეობა ძალიან კაია. ძალიან კაი ფერზეა ზეთი. მიდი პატარა. ხო არა მოვაყენე ჩემ მანქანას. ამოვაყენე რა. ამოვაყენე, კაი. ანუ მანქანა ამოვაყენე, უნდა დავქოქოთ და დაქოქელი დამხვდა. რა საათი ვითმუშაობს, ბიჭო? ძალიან კაია. არავით არ ზედმეტი ტიკ-ტიკი. დავა, კაია. კარგია ძალიან. თემეთი რეალურია, რა ვიცი. აქ მყიდველები გამოჩნდნენ და აქ მე დაგასწრებ ყველას ასე რომ. ციო. როგორ? ვეიმისა რომ მე მოვედი. всё, ეგა საათი ვითაა. მანქანამ სიცოცხლის ნიშნები გვანახა, ხოძზე ვარო, ჯერ არ მომკლათო. გადამწყვეტი ვარიანტი რაც ხალხს აინტერესებს საერთოდ და ჩვენს გვაინტერესებს. 1500. 1500. პროექტისთვის. 1550. ანუ 1600-ია ბოლო. არა მაინც კაიფასია ბაზარია რა. აი მაშინ მოდი. 1600 და მანქანა გაყიდულია, გადავიფორმებთ ზეგისთვის, იმიტომ რომ მივდივართ კახეთში. მშვიდობაში მე და გილოს მანქანის გაყიდვას. ყველას მე ჩამოგართოთ ხელი ჯიგრები ხართ სასტავ. არ გამოგაჩენ თვითონ სარგენტ გამოჩენა, შემოგევლეთ. და მე კმაყოფილი ვარ, რასაც ხედავ იმითი და ხო მე წყალი თუ ჩავასხოთ მე კაი იქნება, ხო. ანუ ეხა თუ გამოჩნდება არ ვიცი, მაგრამ ქვემოდან არის იდეალური მანქანა, ანუ არავით არის ჟანგი. სადანკრატები და ყველაფერი მთელია. მანქანა იქოქება, მუშაობს, აქვს მხოლოდ გადაცემა და კოლოფის პრობლემა და ჩვენი ბედია ეს მანქანა სასტავ როგორც გითხარით. სალამი სასტავ, ესეც 2 დღის მერე, დღეს არის გადაფორმების დღე. ჩვენი ლანსერი უნდა ჩავიბაროთ, ასე ვთქვათ, ნომრებით შერჩეულია, ძალიან საკაიფო და ეხა რა მინდა განახოთ. ჩვენ ხეთს ხო ხედავთ? ცოტა ჯანზე ვერ არის. ახეთში ვიყავი და გახსოვთ მაღალწინების ნასოში რო გავაკეთეთ? და მეთქი ერთი ბოლტი არ მომწონს თქო რა ვთქვი. ერთ ბოლტმა მიაყოლა მეორე ბოლტი და ამოგვიხტა ეს ნასოსი. ახლა ახლდან არის გასაჩარხი ეგადგილი, ნუ მაგას ეს მე თვითონაც გავაკეთებ, პრობლემა არ იქნება წესით და გავჩარხავთ და დავუჭერთ. სხვა არაფერი რა, იდეალურად მუშაობს მანქანა, ხოძე, კარგია. უბრალოდ ეს მაღალწინების ნასოსი უნდა დავუჭიოთ როგორ მე. ახეთიდან ჩამოვედი ასე, ოღონდ გომბორზე გამიჩერდა. ტილო ავიღე, ანუ რითაც უწმენთ ხოლმე მანქანას, მოვაჭერი ნაწილი. ჩაუდე იმაში რა ქვია, სახრახნში. გადაუჭირე ეგრე 60 კილომეტრი გამოვიარე და აქ რო გავჩერდი მაშინ ამოვაგდო. ანუ ბედი გინდათ? აი ეს ნაჭერი, აი აქ ვიდეოს. აი ეს ნაჭერი. სხვა რავი, ჩვენი რა დავართ. მოდით გადავიფორმოთ. ხო და ველოდებით ტაქსის. უნდა ამოვიყვანოთ ჩვენი რუსთავიდან ის მანქანა, ანუ თავისი სვლით მოვა მომსახურების სააგენტომდე და მე ჩვენ ამოვიყვანთ. საინტერესო თავგადასავალი იქნება, ინსტრუმენტები ბევრი არაფერი არ მიმაქვს, ბევრი საერთოდ არ მიმაქვს. იმედი არ დამჭირდება. ვიცი რომ გადაცემა და კოლოფს არა აქვს უკანასვლა და მეორე არა მეოთხე, ასე რომ ნელ-ნელა და სტაბილურად ამოვალთ. იმედი არ ჩავრჩებით. ხო რა, ნახოთ რა იქნება, საინტერესო თავგადასავალია. ჩამოვედით. ველოდებით ხა ჩვენი მანქანის მოსვლას და მივიფორმებთ უცებ. ერთი სული მაქვს დავიწყოთ მოკლედ. შევხედო ნორმალურად იმ მანქანას, გავრეცხოთ, თუ გარეცხილი არ დამხვდა რა თქმა უნდა. და ხო რა, მივხედოთ მანდიდან. ჯერჯერობით ჩვენი ერთ დღეა მზეანათებს დათბა ცოტა +9 იქნებაო გამოცხადებული და ხო, არ ყინავს. კარგია ძალიან. აგერ ველოდები და ნახეთ რა გავჩიტე. რაღაცა ნაცნობი მანქანა არის, საიდანაც მეცნობა. ანუ უბრალოდ იმას გავს, არ ვიცი. დამიკომენტარეთ. რას აღარ ნახავ რუსთავის ავტობაზრობა თუ რაც არის ამაზე. ნახეთ რა მოხდილი ნისანია მარჩი. სპოილერი მწვანე, იმენა მაგარი ტიპია. ოფროუდ ძმაო, მაგარ ვიზუალზე კი არის, ნახე. აუ, ჩემი ჰუდსკუპი ხო არ გადაობ. იმენა ნაის. ქები ასწორებს. კაია. ო, ჰაერის შემტანი. შემატყობინესო ჩემი მანქანა არის დათვალიერებაზე. აი ეს შინდისფერი რო ჩანს, ეს ლამაზმანია სასტავ. მალე მოვაყენებენ ჩვენთან. აკ მოვიდა ნახე რა ვიცია პროსტა. როგორია, კარგად გამოიყურება. ჩვენი სპონსორი ელიტმობი და L013 იტ ნომერი. ეს იყო ჩვენი
სპონსორის არჩევანი, ძალიან დიდი მადლობა მას, მშვენიერი ნომერია და მშვენიერი მანქანისთვის, რა თქმა უნდა. ახლა კიდე რომ მივაყენოთ და დავიშვათ. Swagger down the street with your red lips and funky beat. You better hold your head up to the sky. I'm gonna roll with you till the day I die. ხდება ულამაზესი სალონი, ცოტა გასარეცხი და ცოტათი გასაკერი, ეგ არაფერი. სუნსაც შეეხება. სუნი არის ხალიჩაში შემშრალი ოფლის და შემწვარი სოსისის, რატომღაც. მაგრამ ეგ არაფერი. ყველაფერი გაქიმწმედებადია. ნოხები რატომღაც არ გვაქვს, მაგრამ არა უშავს. ელექტროშუშები, სასტავ ელექტროშუშები. შეგახსენებთ, მანქანა ღირდა 1600 ლარი, ნუ ბევრი რაღაცა არ მუშაობს, მაგრამ ეგ ყველაფერი გაკეთებადია. კლიმატ კონტროლი, მანუალი და როგორც ვთქვა, კონდიციონერიც აქვს. მუშაობს თუ არა ეგ მეორე საკითხია, მაგრამ კონდიციონერი აქვს, სასტავ 98-იანი მანქანაა. ხო არ მეღადავებით. ეს სავარაუდოდ რაღაც ტაიმერიან რამე ეგეთი. ფეჩი ალბათ უმუშავებს, ალბათ. ეხლა ჩვეულებრივ წყალი ასხე შინ და სახში რომ მივალ და ჩამოვცალო, ანტიფრიზით შევცვალო რომ არ გაიყინოს ღამის განმავლობაში და რავი, ძიო ეგ არის. ეს ჩვენი მანქანა, რაღაცები გასაკეთებელი გვაქვს. აიქ შესაღები პირველ რიგში, დიახ, ალბათ ჩემი შევღება, ვნახოთ. კომპრესორის დათრევა მინდა, არა მაქვს ჯერ. სერიოზული ქიმწმენდა უნდა სალონს და უეჭველი ჩაუტარებ მაგასაც. ყველანაირი ქიმწმენდის საშუალებას ვიყიდი და მე სხვა მანქანებიც კიდე გამოგვადგება ეგენი. დანარჩენი რავი. Super მანქანაა, მე მოგოფილი ვარ. ეხლა წავიდეთ და გარედან მაინც გავრეცხოთ, ხო? სახში რომ მივალთ მე. ან მივალთ საერთოდ ეგეც არ ვიცი. ნახოთ. ანუ აქ შევამჩნიე რომ ვიღაცის სოკარის ბარათი არის და არ გვჭირდება და კინა რამე ნატურაც გამოვაყოლე, არა უშავს. ეს ჩვენ არ დაგვჭირდება. ლუკი სასტავ. ლუკი გვაქვს, ხო არ მეღადავებით. 1600 ლარი, რა კომპლექტაციაა ეს მანქანა? What the fuck? და სიდენიები კომფორტულია, საკმაოდ კარგად ვძივარ. მე მომწონს, სამაგარია. ვიღაცის სოკარის ბარათია, არ დამჭირდება. კარგად ამოსარეცხია მანქანა და ნუ მაგას ჩვენ მივხედავთ, მოიც რაღაცა ვიპოვე აქ. ეს არ გვინახავს. ახლა შევიაროთ ეგრეთ წოდებულ ბარდაჩოქში. აბა ვნახოთ, ჩვენთან ერთად ნახეთ რა არის. მოიხედე, მოდი. ესე იგი ბარდაჩოქში გვაქვს ფურცლები. მეგაჰიტს რაღაცაო და დისკს ამკითხული. ხო, aftermarket custom Sony სისტემა გვაქვს თავისი პულტით. Oh my god. მოგეთ იმენა ისტერიეგების სამფლობელოა ეს მანქანა. სურპრიზები და სურპრიზები. ხალიჩები ძალიან კაი მდგომარეობაში რომ გასარეცხი არის. რო მე მგონი ჯეკპოტი დაგვეცა ხალხო. კონდიციონერი გვაქვს. ხო არ გათავ ზაფხულში თუ არ ვატარო ეს მანქანაში. მოხოდო და ვატარო. რატომაც არა. ყველაფერი მოხოდვადია. ეხლა უკვე გარაჟი მჭირდება. ამწე და გაჩალიჩები ამ ყველაფერს. რულის ლოკი მუშაობს, აბა ეხლა დავქოქოთ. ნეიტრალი სადა გვაქვს ხვდები, მაგრამ არ აქვს მივხვდები ალბათ. ალბათ ესა ნეიტრალი. ხო, ესა ნეიტრალი წესით. ჰენდბრეიკი მუშაობს? და მიცუბიშისა ეს აქამდე ამოწევადი ჰენდბრეიკი განთქმული, ოკეი. ჭერის ლაინერი ჩამოწეული ძალიან არ არის. ძალიან კეთმის საერთოდ არ არის. ქიმწმენდა, всё. ეს თუნდ გაუქრება ალბათ. დაიხჭები კაცი. მოვიხადო ქუდი მაიც. დამცხა. კურთხეც გავიხადო. Так, საბარგულსაც შეეხება, რაღაცა ნოხი დასაფენი, გაზზე დიახ ეს მანქანა. წერის სახეში შემეყარა რა უშავს. რაღაცის მექანიზმი არის ეს. აქეთ გაყინული იყო წყალი, სავარაუდოდ წყალი ჩადიოდა. და რავი, ძალიან მოჟანგებული არა, მიუხედავად იმისა, რომ წყალი ჩადიოდა. აქ ეს პლასმასი გვაკლია. მაგრამ უი აქ არ გვაკლია პლასმასი. всё, პლასმასი არის. ეგ არის. fixed. ძალიან კარგი. ესეც დავფიქსე თუცებ. გაზს სხვა და აქვს როგორც გავიგე. ძალიან კარგი, სავარაუდოდ ჩაიხსნება გაზი, იმიტომ რომ არ ვენდობი. Let's go. აი, მე მგონი რომ ჯერჯერობით ყველაფერი იგზია. შეიძლება კამერა ერთეულზე გადაყირავდეს, მაგრამ არ შევიმჩნიოთ. იმედი გამოვა. გამოსასვლელი ეს 300 წლის წინანდელი რაღაცა გადავაგდოთ. არამჯერა რომ ამას ვაკეთებთ. კი არა და გავაკეთეთ უკვე. აი, აბა, დაიქოქა ძმაო. გაზი იცოდე რომ დაიქოქო. უპრობლემოდ. ხოძეა. და ჯიგრულად არის. всё. ჰენდბრეიკი მუშაობდა, power steering-ი გვაქვს. რაც ძალიან კარგია. ცოტა მაღალ ბრუნზე მუშაობს, მაგრამ ალბათ ცივი როა მაგიტო, გაცივდა ამასობაში. აი, უკან სვლა არა გვაქვს, როგორ უნდა გავიყვანო. ვალა. მარტო რო ხარ სახიფათოა ესეთ რაღაცებში თავის გაყოფა, მაგრამ ჯერჯერობით მარტო ეს გამოსავალი მქონდა. აბა, პირველ სიჩქარე. მოძრაობს. მოძრაობს და საკმაოდ თავდაჯერებულად ხო არ გადააო. მოძრაობს და რას მოძრაობს? რაღაცა ბრაგუნობს.
რეზინებს დედა აღარ აყავს სავარაუდოდ, მაგრამ არა უშავს. ეგეც პრობლემა არ არის. აბა ელექტროშუშები მუშაობს აქ, ჩემ მხარეს? ჩემ მხარეს არის ელექტროშუშები, ხო არ მეღადავებით? მანქანა სრული კომპლექტია, ბიჭო. არ მიმტყუნო, პირველში რა კარგად ვარდება, ანუ რაღაცა ეთყობა იმასთანაა, ლინკეჯთანაა რა, ანუ გადაბმასთან, წაგებთან როგორც ეძახიან რა. პატარაზე არეულია თორე, მოძრაობს მანქანა. მაგრამ უახლოეს ბენზინ გასამართზე უნდა მივიდეთ. ან გაზ გასამართზე, რა ვიცი. სეპლენი როგორ რბილი აქ. წავედით. მეორე ჩქარიც არის, არ გამაგიჟო. არა, მეორე არ არის. მეორე არა გვაქვს. სავალი ნაწილი, მაგრამ ისახედია რაღაცა, მაგრამ ბრაგუნობს, მაგრამ არა უშავს, მოსალოდნელია. ამ ფასის მანქანაზე. მესამე გვაქვს. არა, მოტორი ჯანზეა. რაღაცა დახახუნობს, რაღაცა ხმა არის. მაგრამ ვერ ვარ გქონდა რა ხმა არის. სახიფათო მანქანა ვარო, სახიფათოვო. ავარია დავძარი და მოძრაობს მანქანა, ეგ კარგია. საშინლად ბრაგუნობს რაღაცა. ან ამორტიზატორია, ან რომელიღაცა გიტარა. მეორე სიჩქარე არა მაქვს. მაგრამ მესამედან მეხუთეში უნდა ვთხარო ეხა. მეოთხეც არა მაქვს. ობა მეხუთე არის. მეხუთე გვაქვს ხალხო, მეხუთე გვაქვს. წევიდა. ბენზინი ჩავასხა თუ გაზი. ანა გაზის გასამართი საერთოდ სად არის, არ ვიცი. რუსთავში. რავი, ასე თუ ისე კომფორტულია. რული მარჯვნივ მიდის, მაგრამ რაღაცა გამოვა. ცოტა მაღალაბოროზე ვმუშაობთ, მაგრამ დიდი ამბავი. სოკარ გაზი ვიპოვე. მოდი გაზზე მივიყვანოთ ბოლომდე. ესე იგი, გაზი გავავსე. გონი ნახევარი კიდე იყო ბალონში. გავავსე 18 ლარადან, შეიძლება იყო კიდე შიგნით რა. მედიც მოვადი მაღმართზეადი. წინა წამყვანო გიჟო, ხეცო ნადირო. არა, რას ეწეწება? მესამე სიჩქარეს მაგრა იღებს, თო. მეორე სიჩქარე ჩამივარდეს რა გთხოვთ. ესე იგი, დაუმუღამოთ ეხლა გადაცემათა კოლობს. მე მგონი მოტრიალებულია რაღაცნაირად კულისა. მოდი ძალიან სწრაფადაც არ ვივლი, მაინც. სიჩქარე დაგდებული მექნება. წყალი ნორმაზე დგას, წყალი. მიჩვენებს რომ ამოწეული მაქვს ჰენდბრეიკი, მაგრამ არ მაქვს ამოწეული. ანუ მანდ უკვე სენსორის ამბავია. მაგარ შეწეწება, ხო იცი? მაგრამ მიყვირს ხალხო, 1600 ლარი. კი, ბაზარი არაა. მანქანა აქეთი კი დახტის. რაღაცა სჭირს გადაცემათა კოლობს, ბევრი რაღაცა არ უმუშავებს, მაგრამ 1600 ლარი. ძალიან იგრძნობა გადასახტომები. ძალიან საღალისოა, მაგრამ მარტო რა ვარ ცოტა მეშინია. ასეთ ამბავში ვიღაცა უნდა წამოიყვანო უეჭველი, რაღაცა არ გამძურეს. რა ვთქვა რომ უხეშიაო არა, ანუ ვილად დადის ეს თუ ისე. ამ მანქანით შეგრძნებები არის სასწაული მოკლედ. ასე მგონია დაილეწება პატარა იმაზე რომ გადავხვდები ხოლმე რაღაც ქვაზე ან ამობურცულ ადგილებზე მოკლედ იმენა მგონია რომ ილეწება, ანუ წინა მარცხენა მხარე არის Wi-Fi-ზე დაკავშირებული ალბათ, რა wireless-ი არის შეიძლება. ოკეი, მანქანა ჩაქვრა. რატო ჩაქვრა არ ვიცი. და რეაქცია აღარა აქვს. რავი, აკუმულატორი დაჭდა ისე მალე? ზერო. გასაგებს რეაქცია აღარა აქვს საერთოდ. შეიძლება არც იტენებოდა აკუმულატორი, რავი. სტარტერი აღარ ტრიალებს. ოკეი, გავარკვევ. დიახ, სტარტერს რეაქცია არა აქვს. სავარაუდოდ აკუმულატორი არის. ეხა ვინმეს უნდა დავაერთებინო და დავაკოკინო როგორც ჩანს. ძალიან სახალისოა. აკუმულატორის თემა იქნება რა. თლა კარგად არ გამოიყურება ამის კონტაქტები, ხო ხვდებით. დავკოკეთ, ცოცხალია. ძალიან კარგმა ბიჭმა გამიჩერა ეხა. ბექაერკო მაგათაც ფოტოშოპში და დამაკოკინა უწევს ეგრევე რამე ხო არ გიწისო. უცალე ქართულობაში უკვე მიხარია ეს სიტუაციები, რო გეხმარებია რა. აკუმულატორის ამბავია, ხო? შევწვი. ანამდე ხო გავაგზავნე რამე ხანი მეყოფა არის. გამოვიარეთ მდინარე ლოჭინთან, მეორე მხრიდან მოვდივარ როგორც მიხვდით. ჯერჯერობით მოძრაობს. იმედია ესე გაგრძელდება. თავ გადასავალია ჩაულებრივი, მიყვარს ეს მომენტები. კაი გამოცდილებაა. იმედია თქვენს ჩემთან ერთად ხალისობთ და ადრენალინში ხართ და ასე შემდეგ. მივალთ სახლამდე. საკითხავი ეგ არის. არ მინდა ევაკუატორი, მინდა რომ ამ ბებერმა თავისით მიაღწიოს. და ხო მე აკუმულატორს ვიყიდით, კი. ჯერჯერობით კარგად ავართ. Phew!
მანქანის მონაცემსაც შეეხება იდეაში ქარხნულად და მანქანას აქვს 75 ცხენის ძალა, დიახ, და 107 ნიუტონი, რატომღაც. თუ 103 ნიუტონი რაღაც ეგეთი ვნახე. ანუ თორკი გიცოცხლე. 1.3 მოცულობის. 1.3 სკვალობაზე საკმაოდ ჯანზე არის მანქანა. გაზ ბენზინია რა, მშვენივრად მუშაობს. ელექტროშუშები მუშაობს ყველა ერთის გარდა, მარჯვენას გარდა, წინა მარჯვენა, იმიტომ რომ სახრახნისია გაჩხერილი რომ არ ჩამოიწიოს სავარაუდოდ მაგიტო, ანუ იმის მექანიზმიც ვნახე, შუშის აპტევის მექანიზმიც ვნახე, საბარგულში დო. ეგეც გაკეთებადია, პრობლემა არ არის. თითქმის ჩამოვედი თბილისში. თითქმის. Так, ჩამოვედი მშვიდობით, აღარ ჩამქრალა გზაში. რავი, მოძრაობთ. მარტო იმის პრობლემაა აკუმულატორის ჯერჯერობით და გადაცემათა კოლოფი. Всё. 1600 ლარად კი ეგ პრობლემები მე მაწყობს. ამოხრუჭებს იმენა თამამად. ეგ არის, მოვედით, მანქანა ცოცხალია, მაგრამ გაზ თუ აუშვებ, მაინც ცოცხალია, ძალიან კაი. სამარცხავში არ შევიერი, მაინც იმიტომ რომ სუსტი აკუმულატორი არის. გავრეცხავთ ცოტა მერე. ცოტა არასტაბილურად მუშაობს ახლა მოტორი, რაღაცა თახთახი დაიწყო, მაგრამ სავარაუდოდ ალების ანთლების ამბავიც იქნება ეგ, ან რომელიმე უქმესვლის სენსორი, პრობლემა არ არის, ან შეიძლება ფაერის ფილტრის გამოსაცვლელია, кайხნის. მაგრამ თქვენობაში მოაღწიეთ სასტავ, ლანსერა მოაღწია. აი ამას მართლატანჯულა ქვია, ეს უკვე მართლატანჯულა არის. მაგრამ გაუკეთებელი არაფერი არაა. პოტენციალს ხედავ ამ მანქანაში, თან ძალიან დიდს. აბა ერთი ჩავაქრობ და თუ დაიქოქება თავისით. ცოტა გაუჭირდა, მაგრამ დაიქოქა. ასე ხარ? რავი, დაიტანა თითქოს აკუმულატორი, რავი, წეღარა დაემართა. რაღაცა დაისიზმრა, თქო, თუ დისიზმარი. ანუ მოკლედ მე ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ. უცნაურად ეხება პლუს კაპოტი. აი ეგ საკეთში იღუნება და სასა გაწყდება, კაპოტი იღებს აი ესეთ ფორმას, მაგრამ არ აუშავს. გაზი საერთოდ არ დაგვიხარჯია, აქ არის airbox-ი, ამას მე შევამოწმებ როგორი ფილტრი აქვს. ზეთების კვალი არის, მაგრამ თავსახურის ეგრეთ წოდებული პრაკლატკიდან, გრიშკის პრაკლატკიდან გაზდის სავარაუდოდ. აქედან ვხედავ გადაცემათა კოლოფს და მგონი შეიძლება აქედანვე დარეგულირება რამე. საინტერესოა, ძალიან საინტერესო. კატასტროფული არაფერი რა, მე თუ მკითხავთ. განლაგება როგორც Opel-ს აქვს, თითქმის იგივენაირად აქვს ამასაც. ანუ ახალს არაფერს არ ვხედავ. დაბლა კიდე თუ დააკვირდებით, კონდიციონერი სასტავ, კონდიციონერია. კონდიციონერის კომპრესორს ვხედავ და ამან თუ იმუშავა, ხო, სულ გავგიჟდები. არ მგონია, მაგრამ მაინც. თუ ავამუშავეთ ზაფხულში, ის მოქნება კონდიციონერი. მანდამდე თუ გაქაჭა ამ მანქანამდე თუ არ გავყიდეთ. ხო, რავი, ესეც ესე პირად კოლექციას შეემატა მესამე მანქანა სასტავ მოვხოდავთ კარგ ჯანზე მოვიყვანთ და მე სავარაუდოდ დავემშვიდობებით, კარგადაა ამოსაწმენდი და რაღაც ფენიებები, ყველაფერი გასაკეთებელი აქვს, ქიმიკატები და რაღაცები უნდა ვიყიდო. ნუ კარგად გავრეცხო ჯერ. გადაცემათა კოლოფის ხელოსნებს თუ იცნობთ და თუ იცით სადმე რომ შეიძლება მივიყვანო, ეგეც დამიწერეთ კომენტარებში, ეგეც პრობლემა არ იქნება, მაგასაც გადავხედავ აუცილებლად განვიხილავ და მივიყვანთ თქვენს რეკომენდირებულ ხელოსანთან. შეიძლება არაფერი არ სჭირს გადაცემათა კოლოფს და უბრალოდ აი დასარეგულირებელია, როგორც იძახიან და მგონი რომ დასარეგულირებელია, იმიტომ რომ არანაირი ხრიალი, არანაირი ჭაღ-ჩაგდება და ეგეთები არ აქვს, მაგრამ არ ვიცი ესენი როგორ მუშაობენ მთლიანობაში. 1 და 3-ია, პატარა მოტორი არის, მაგრამ ეკონომიურია ძალიან. გავერთობით, მოვილხენთ ამ მანქანით და მე სავარაუდოდ დავამშვიდობებით ვნახოთ. ნელ-ნელა მიყვარდება ეს პატარა. კონდიციონერი რო აქვს, მაგას უგიჟდები. ფეჩი არ დამჭირებია თბილო და სალონში, მაგრამ მე თუ რაღაცა შევამოწმებ. ასე დამგვარად, დიდი მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე, გამოიწერეთ, დალაიქეთ, გააზიარეთ და ასე შემდეგ. ეს არის ჩვენი ახალი ჩალიჩი პროექტი დავარქვათ. კაი, იყოს პროექტი. როგორ წვალობ შანკიანი მანქანების ვედროების გაცოცხლებაზე. მაგრამ მე მომწონს ეს საქმე, იმედია თქვენთვისაც საინტერესო იყო და დაიმშვიდობებით. აბა ჰე, შეხვედრამდე. მეორე ვიდეოც მალე გამოვაწესით, აბა თქვენიცით.